კასპში ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ პარტიული სიის პირველ ნომრად ძალადობისთვის ბრალდებული ზურაბ ჩიტიშვილი წარადგინა, რომელიც საკრებულოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. ბრალდება კი უკავშირდება კასპის საკრებულოში 2022 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როცა სამოქალაქო აქტივისტებს და მედიას არ აძლევდნენ სხდომაზე შესვლის უფლებას, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოყვა. ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაიწყო სასამართლო განხილვები, ისიც მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე თავდასხმის ეპიზოდით. სწორედ მილაძის გამო არიან ოფიციალურად ბრალდებული სტატუსით მოქმედი საჯარო მოხელეები ზურაბ ჩიტიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი. 2022 წლის თებერვალში კასპის საკრებულოში მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ამავე საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჩიტიშვილმა და საკრებულოს წევრმა გიორგი მჭედლიშვილმა იძალადეს ჩემზე პოლიციის თვალწინ გამიტეხეს ცხვირი, რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა, თუმცა შემდეგ უკვე მედიაში გავრცელებული ვიდეო საფუძველზე თვალნათელი იყო მათი მხრიდან ჩადენილი ძალადობა და პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ორივე მოძალადეს, რომლებიც მილიციის თვალწინ გვიწევდნენ მოქალაქეებს და შესაბამისად სურდათ ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება. პროკურატურამ წარუდგინა ორივე მათგანს ბრალი, შემდეგ გირაოთი გაანთავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან და ისინი დღემდე რჩებიან და რჩებოდნენ თანამდებობაზე და ამ ყველაფრის მიუხედავად აი ეს ორი მოძალადე, რომელსაც ბრალი წარდგენილი აქვთ, რამდენიმე თვის წინ სასამართლოში შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და გორის მოსამართლემ დადეშქელიანმა გამაცნო ქვეყანაში არსებული ამინისტრიის შესახებ, სადაც ჩემი დასტური სჭირდებოდათ, რომ ეს ადამიანები ამინისტრირებულები ყოფილიყვნენ და მათზე აღარ გავრცელებული იყო სისხლის სამართლის დევნა, რადგან მე თანახმა ვიყავი იმ შემთხვევაში თუ კი უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელს გამოუშვებდნენ. დღემდე არანაირი პასუხი არ არის ამასთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ისე არის გათავხედებული, რომ ორივე მოძალადე, რომლებსაც ბრალი წარდგენილი აქვს და გირაოთი არიან თავისუფლებაზე, ორივე მათგანი პარტიულ სიაში შეიყვანეს და 4 ოქტომბრისთვის არჩევნებისთვის ამზადებენ ამ პიროვნებებს. ზურაბ ჩიტიშვილი არის პირველი ნომერი, შეგახსენებთ რომ მანამდე იყო საკრებულოს აპარატის უფროსი და გიორგი მჭედლიშვილი სიაში არის მერვე. ირაკლი მილაძის უფლებადამცველი ალექსი მერებაშვილი ამბობს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ისხდნენ საბრალდებო სკამზე ხდება მათი წახალისება და ისინი საარჩევნო სიების სათავეში არიან. პრაქტიკულად წახალისება ძალადობისა ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები საბრალდებო სკამზე ისხდნენ, ისინი სიის პირველ ნომრად განამწესა მმართველმა პარტიამ, კანონმდებლობით ესე პირდაპირ აკრძალული არ არის, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ამ თვალწარმოება, შეიძლება იყოს სიაში, თუმცა მტკიცებულებები გვაქვს, ანუ ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ირაკლი მილაძეს, გარდა ამისა, ანუ ბრალი წარდგენილია ამ ადამიანებისთვის და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ ვიცი პრეტენზია აქვს მინიმუმ დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც მინიმუმ თავს შეიკავებდა ამ ადამიანების სიაში ჩასმისაგან, თუმცა ვიხილეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო. და მუხლით არის ზუსტად. ეს არის ძალადობის მუხლი, არის ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის მუხლი. სისტემამ დაგვანახა ჩვენ, რომ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სულისთვის და გულისთვის იბრძოლებენ და ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდებიან მილიციელების თვალწინ, არავინ არ შეეხება და უფრო მეტიც მათ წაახალისებენ, ხელშეუწყობენ ყველანაირად და დანარჩენ პოტენციურ მოძალადეებს აჩვენებენ, რომ მომავალში ისინი თუ კი დაიცავენ ქართულ ოცნებას, თუ კი გაიქნევენ ხელს და ადამიანებს სხვის გაუტეხავენ, ისინი დასჯილი არ იქნებიან. ცნობისთვის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა მოამზადა. სწორედ ის იცავს სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძის ინტერესებს სასამართლოში.